თანამედროვე აეროპორტი კახეთის რეგიონში ახალი ტერმინალი, განახლებული ასაფრენ-დასაფრენის ზოლის სანავიგაციო სისტემები და კოშკურა. თელავის აეროპორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მშენებელი კომპანია ტენდერის წესით შეირჩა და ხელშეკრულებას გაფორმდა. აეროპორტი შიდა რეისებს მოემსახურება და რეგიონს მეტ ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს. მაკოლ ლოთქიფანიძე ამბობს. ვიზუალურად გახსნილი შენობა ალაზნის ველის ხედით. ასეთი იქნება ისტორიული ქალაქის თელავის აეროპორტი, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალი ტერმინალის პროექტზე კომპანია ტენდერის წესით შეირჩა. ვინაიდან ადგილიდან გამომდინარე გარშემო ხედვის არეალები გაშლილია, ინტერიერში შემოგვაქვს ფაქტიურად ვიზუალურად ეს მთლიანი გარემო. ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა, რომლის მშენებლობასაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ. თელავის ახალი ტერმინალიდან ფრენა საქართველოს მასშტაბით ყველა შიდა და საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება და ყოველწლიურად ჯამში 200,000 მგზავრს მოემსახურება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ახალი პროექტი შიდა ავიაციისა და რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმა არის, რომ თელავის ახალი შიდა აეროპორტი დავაკავშიროთ ჩვენი ქვეყნის ყველა საერთაშორისო და შიდა აეროპორტს იმისთვის, რომ სტიმული მივცეთ ტურისტული ნაკადების ზრდას, მობილობის ზრდას. თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვისაც. პროექტის დასრულების შემდეგ თელავში უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს ელოდებიან. უდიდესი რესურსია კონკრეტულად ამ რეგიონისთვის. შიდა აეროპორტები ძალიან დიდ საშუალებას გვაძლევს, რომ ტურისტებს შევთავაზოთ ის სტუმარმასპინძლობა, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენი ბიზნესი უფრო მეტად განვითარდება, შემოვლენ ტურისტები და ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ბიზნესის კიდევ უფრო მეტ წარმატებაზე. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ახალი აეროპორტი კახეთის რეგიონს ახალ სიცოცხლეს შეძენს. იმავეს ფიქრობენ ადგილობრივები, რომლებიც ამბობენ, რომ ქალაქს ტურისტების ნაკადის ზრდა მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ეს ამბავი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის. ეკონომიკასაც განავითარებს ეს პროექტი და ჩვენთვისაც შეღავათი იქნება. ეს იქნება თელავის და კახეთის განვითარებისათვის და მისი ტურისტული პოტენციალის გახსნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. პროექტის მიხედვით განახლდება ასაფრენ-დასაფრენის ზოლიც, რომელიც 2 კილომეტრამდე დაგრძელდება. ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი კოშკურა.